შინ ეს იყო 10,000-ზე მეტი ადამიანი, რომელიც ვერ ახერხებს როგორც საერთაშორისო გამჭვირვალობამ მოგვაწოდა მონაცემები უფასო სასადილოებში ყვებასაც კი. რა პრიორიტეტები აქვს თბილისის მერიას? ამ დროს ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ გადარიცხვა მოხდა, თუნდაც აი ფესტივალ საჩუქარისთვის. აქ ამ შემთხვევაში თქვენი ინტერვიუც მოვისმინეთ ახლა რეპორტაჟში. თქვენ ფიქრობთ, რომ ეს იყო მხოლოდ პოლიტიკური გადარიცხვა? მოგესალმებით, ქალბატონო ინგა, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. ძალიან მოკლედ შევეცდები, რომ ჩვენი პოზიცია დავაფიქსირო. რა თქმა უნდა, ქალბატონი ქეთი დოლიძისთვის 100,000-ობით ლარის გადარიცხვა არის პოლიტიკური გადაწყვეტილება და ამას თბილისელების კეთილდღეობასთან არანაირი საქმე არ აქვს. რაც შეეხება ბიუჯეტის საჭიროებები, რა მიმართულებით იხარჯება 2016 წლის ბიუჯეტთან დაკავშირებით, ჩვენ არასამთავრობო ორგანიზაციას უამრავი შენიშვნა ჰქონდა და მათ შორის რამდენიმეზე ძალიან მოკლედ გეტყვით, მაგალითად 2015 წელს სოციალური მიმართულებით ბიუჯეტი იყო 178 მილიონი, ხოლო 2016 წელს დაგეგმილია 173 მილიონი ლარი. ამასთან უნდა აღინიშნოს, რომ მერიის ადმინისტრაციის ხარჯები, ანუ ბიუროკრატიის ხარჯები თანამდებობრივი საარგო დანამატების მუხლში მოიმატა 5 მილიონი ლარით, ანუ იმავე თანხით რა მიმართულება. კაცავა, დავაკონკრეტოთ, ანუ 2016 წლის ბიუჯეტში მერიის ხარჯები არის მერიის ადმინისტრაციის ხარჯები, შრომის 5 მილიონით მომატებული. შრომის ანაზღაურების მუხლი არის 5 მილიონი ლარით გაზრდილი. გავაგრძელებ ქალბატონო ინგა, რაც შეეხება სოციალურ ფონდს დედაქალაქში, ძალიან მარტივ სტატისტიკას გეტყვით, იგივე უფასო სასადილოებთან დაკავშირებით, 2014 წელს დედაქალაქის მერია უფასო სასადილოთ მომსახურებას უწევდა 14,000-მდე მოქალაქეს, 2015 წელს ეს ციფრი გაიზარდა და გახდა 22,000, ხოლო 2016 წელს უკვე 32,000 ბენეფიციარი ყავს დედაქალაქს. შესაბამისად, ძალიან მარტივი მათემატიკით ჩვენ ხვდებით, რომ 2,5-ჯერ მოიმატა სოციალურად დაუცველების და ბენეფიციარების რაოდენობა უფასო სასადილოებში, რაც რა თქმა უნდა, რომ კატასტროფულ მდგომარეობას ქმნის და ამ ფონზე 100,000-ობით ლარის დახარჯვა ქეთი დოლიძის პირადი რაღაც ღონისძიებებისთვის, რა თქმა უნდა, თბილისელების საჭიროებებს არ ემსახურება, ასევე არ შეგვიძლია არ გავიხსენოთ 1, 2 და 3 იანვარს უფასო სასადილოები, რომლებიც იყო დაკეტილი და 32,000 ბენეფიციარს არ ემსახურებოდნენ, იმის გამო, რომ ახალი წლის დღეები იყო და შაბათ-კვირა დაემთხვა, რაც ასევე რა თქმა უნდა არ არის ნორმალური. ძალიან საინტერესო სტატისტიკა მინდა შევახსენოთ დედაქალაქელებს, გარდა იმისა, რომ დავით ნარმანია ზრუნავს ცოცხალი ადამიანების დამარხვაზე, ჯერ ცოცხალი ადამიანების დამარხვაზე მომავალში, რამდენიმე დღის წინ დედაქალაქის მერიამ გამოაცხადა, ასე ვთქვათ, ტენდერი, რომელიც გულისხმობს თაიგულების და გვირგვინების შეძენას, ანუ კუბოებთან ერთად მერიამ უკვე თაიგულები და გვირგვინები შეიძინა, რაც შეეხება იმ საჭიროებებს, რაც დედაქალაქში ნამდვილად არის გულისხმობ სოციალურ მიმართულებას ეს არ შედის საჭიროებებში უკაცრავად, სარიტუალო მომსახურება არ არის საჭირო. ცოტა არ იყოს და უხერხულია წინა მერის პირობებში არ იყო ასეთი ტიპის საჭიროებები. ძალიან მოკლედ გეტყვით, უხერხულია ცოცხალი ადამიანების დამარხვაზე ზრუნვა წინასწარ, ამისთვის არსებობს სოციალური დაცვის მუხლი, რა მიმართულებითაც ბიუჯეტის მოკლებას კარგი იქნებოდა, რომ ამ მიმართულებით ბიუჯეტი მეტი გაეთვალისწინებინა და თუ უკვე ასეთი ფაქტი დადგება, რა თქმა უნდა, დედაქალაქის მერიამ ეს სერვისი სოციალურ დაუცველობას უნდა გაუწიოს, უბრალოდ წინასწარ 1700 სასახლის შეძენა და წინასწარ თაიგულების და გვირგვინების ყიდვა, მე ვფიქრობ, რომ არ არის ანუ 2016 წლის თვის შეძენილი არის წინასწარ 1600 სასახლე? 2015 წლის დეკემბერში დედაქალაქის მერიამ ტენდერი გამოაცხადა 1700 კუბოზე, ხოლო 2016 წლის ბიუჯეტში 9 მილიონ ლარზე მეტია გათვალისწინებული ამ მიმართულებით და კიდევ ერთხელ ვამბობ, ცოტა არ იყოს და უხერხულია წინასწარ ცოცხალი ადამიანების დამარხვაზე იზრუნოს დედაქალაქის მერმა, რომელსაც ძალიან ბევრი პრობლემა აქვს, როგორც სოციალური მიმართულებით, ასევე ინფრასტრუქტურის მიმართულებით. ერთი წუთით, მოდით რა, თუ შეიძლება ობიექტურობისთვის კითხავთ, აი თქვენ ამბობთ, რომ სოციალური მიმართულებების ნაცვლად ცოცხალი ადამიანებისთვის წინასწარ კუბოების შესაძენად არის გამოყოფილი 9 მილიონიო. ეს ხო სოციალურად დაუცველი ადამიანებისთვის კეთდება. მათთვის, ვისაც ხშირ შემთხვევაში საკუთარი მიცვალებულის დაკრძალვის არანაირი საშუალება. ამისთვის არსებობს კიდევ სოციალური დაცვის მუხლი, რომელიც ყველა გამგეობას და მერიასაც ეს მუხლი არსებობს. ამ მიმართულებით კიდევ ბიუჯეტი შემცირდა 5 მილიონით. ჯობდა რომ ეს შემცირდა სოციალური მიმართულებით 5 მილიონი. კი ბატონო, იყო 178 მილიონი 2015 წელს დაგეგმილი არის 173 მილიონი ლარი. ჩვენ ვამბობთ რომ ეს თანხები იყოს ამ მიმართულებით აკუმულირებული და თუ საჭიროება დადგება, ამ შემთხვევაში გაუწიონ დახმარება და იქნებ სულაც არ დგება ეს საჭიროება და ცოცხლებს მიახმარონ ჯერ და ჯერ რომ არ გადაცვლიან ეს ადამიანები ამა დაეხმარონ. აი კონკრეტულ მაგალითს გეტყვით, მაგალითად ახალი წლის დღეებში თელმა საზოგადოებამ ნახა რომ სიცივისგან
2 ადამიანი დაიღუპა. ხო შეიძლება რომ აი ამ ცოცხალ ადამიანს მოხმარებოდა ის თანხა 9 მილიონ ლარზე მეტი, რაც ტენდერი იყო გამოცხადებული 2015 წელს კუბოებზე. ბატონო ლევან, ერთი წუთით რომ დავა კონკრეტოთ, ანუ ამ წლის ბიუჯეტში შემცირდა 5 მილიონით სოციალური მიმართულების ხარჯები და გაიზარდა ამ 5 მილიონით ადმინისტრაციული ხარჯები. ეს არის საჯარო, ნებისმიერ დაინტერესებულ ადამიანს შეუძლია ჩახედოს შრომის ანაზღაურების მუხის წინა. როგორ ფიქრობთ, რატომ? ძალიან მარტივი, როგორც ჩვენი არასამთავრობო ორგანიზაცია ბიუჯეტის წარმოდგენისთანავე ამბობდა, ეს ბიუჯეტი არ არის თბილისელების, ეს ბიუჯეტი არის კონკრეტული ადამიანების, კონკრეტული მაღალი თანამდებობის პირების, კონკრეტული ჩინოვნიკების ჯიბეზე მორგებული ბიუჯეტი და არა იმ საჭიროებებზე, რა საჭიროებებით ნამდვილად დგას თბილისელების წინაშე. ძალიან მოკლედ ასევე ერთ მაგალითს გეტყვით. ინფრასტრუქტურის მიმართულებით, საგზაო მიმართულებით, რაც ასეთი ყმადაღებული თემაა დედაქალაქში და ფაქტობრივად ყველა ერთხმად აღნიშნავს იმას, რომ ამ მიმართულებით კატასტროფული მდგომარეობა გვაქვს. ბიუჯეტმა მოიკლო 7 მილიონი ლარით. რა თქმა უნდა, ესეც ადასტურებს იმას, რომ დედაქალაქის მერია ზრუნავს ყველაფერზე გარდა თბილისელებისა და გარდა თბილისელების საჭიროებისა. მადლობა. ბატონო ლევან, კიდევ ხომ არ გსურთ რაიმეს დამატება, ინფორმაციის კუთხე ძალიან საინტერესოა და გადავდივარ ალეკოების. მე მინდა თქვენი ეთერით ვისარგებლო და ექსკლუზიურად გითხრათ მონიტორინგის მედიატორის კვლევის შესახებ, რომელიც ეხებოდა დეკემბრის თვეში საახალწლო თვეს დედაქალაქის მერიაში გაცემულ პრემიებს და ძალიან მოკლედ გეტყვით ციფრებს და საზოგადოებამ თავად განსაჯოს ეს ციფრები არის პრემია და დანამატი თუ ხარკი, რომელსაც ჩვენ ვიხდით დედაქალაქის მერის და გამგებლებისთვის. ესე იგი, დედაქალაქის 10 გამგეობაში პრემიის სახით მხოლოდ დეკემბრის თვეში გაიცა 790,000 ლარზე მეტი, დანამატი იყო 115,000 ლარი და ჯამში მხოლოდ 10 გამგეობაში 900,000 ლარზე მეტის პრემია და დანამატი გაიცა, რაც შეეხება მერიას და მერიის ადმინისტრაციას 1,200,000 ლარის პრემია და დანამატი გაიცა მხოლოდ დეკემბრის თვეში. რომ დავაჯამოთ ეს ციფრები, ძალიან დაბალი ხელფასები აქვს სახელმწიფო ჩინოვნიკებს ხშირ შემთხვევაში. ქალბატონო ინგა, ვერ დაგეტახული ძალიან კონკრეტულ მაგალითს ხომ საუბარი აი ამ დანამატების შესახებ. ძალიან კონკრეტულ მაგალითს გეტყვით. წესიერი ჩინოვნიკისთვის, როგორ ფიქრობთ, დანამატის გაცემა არის დანაშაული? კეთილსინდისიერი თანამშრომლისთვის, კეთილსინდისიერი ჩინოვნიკისთვის, რომელიც ასრულებს თავის ფუნქცია-მოვალეობებს, რომელიც იმ პრობლემებს და იმ გამოწვევებს უყურებს რეალურად და ამ პრობლემის მოგვარებისთვის მუშაობს, რა თქმა უნდა, პრემია და დანამატი უნდა გაიცეს, მაგრამ 10 რაიონის გამგებლის შემოსავალმა, ანუ ერთი შემოსავალმა მხოლოდ დეკემბრის თვეში 7,000 ლარს გადააჭარბა. ქალბატონო ინგა, რამდენად ნორმალურია დედაქალაქში ჩვენ ის სიტუაცია გვაქვს, რომ ერთმა გამგებელმა მხოლოდ დეკემბრის თვეში 7,000 ლარზე მეტი მიიღოს? ის სიტუაცია გვაქვს, რომ საქალაქო სამსახურის უფროსმა, მაგალითად გივი კუბლაშვილმა, რომელიც ქართულ ჯგუფიდან გადმოვიდა და კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსია, მხოლოდ დეკემბრის თვეში 9,000 ლარი აიღოს. თქვენ გადათვალეთ პენსიონერის პენსია შეიძლება 3 წელი დაჭირდეს ამ თანხის მისაღებად უფრო მეტი თუ არა. შესაბამისად, აი ეს პრობლემები რაც გვაქვს, აი აქედან გამომდინარე ვამბობთ, რომ ცოტა არ იყოს და უხერხულია 2 მილიონ ლარზე მეტის გაცემა პრემიის და დანამატის დიდი მადლობა ბატონო. პრობლემები რო არ იყოს, რა თქმა უნდა, ამაზე არ დიდი მადლობა ბატონო ლევან, მე გადავდივარ, მადლობა გემშვიდობებით, მე გადავდივარ საკრებულოს დამოუკიდებელ დეპუტატთან შეკითხვით ალეკო ელისაშვილთან, თუმცა აქვე კიდევ ერთხელ ვიტყვი, ხშირ შემთხვევაში დიახაც წესიერი ჩინოვნიკისთვის შეიძლება საჭიროც იყოს, რომ იგივე წახალისება მოხდეს